საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში სენსაციური ვიდეო მასალა პანკიში იარაღით ვაჭრობის შესახებ. ჩვენ გაჩვენებთ, რომ შეიარაღება იქ ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილებიდან შედის. იარაღის საბოლოო დანიშნულება ჩეჩნეთია. აშკარა ხდება, რომ რუსეთი პანკიში კი არ უნდა ცდილობდეს ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩაბმას, არამედ საკუთარ სამხედრო ნაწილებში. ამ ფაქტის გამოაშკარავება პესო კურტანიძემ ჩეჩნეთის უშიშროების ოფიცრის დახმარებით მოახერხა. В этом плане работал, чтобы как-то определить, кто есть кто. Вообще, чтобы нас не обвиняли. Вот чеченцы приехали в Грузию, потом людей начали воровать, красть, выкупы брать. Чечены, кругом чечены. Այու Պայկაևი ამბობს, რომ თავიდან მისი მიზანი იმ პირთა გამოვლენა იყო, ვინც პანკიში ადამიანებს იტაცებს და ყველაფერს ჩეჩნებს აბრალებს. ასე გაიცნო მან თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი. Через знакомых я подружился с Цителашвили, Тристане, если я прав, короче. Ну, были информации, что он оружием торгует, но я так не подавал виду, дружил, и потом выясняется, что он еще, оказывается, у азербайджанцев взял деньги, чтобы выкупить человека. ადამიანების გატაცების შესახებ არა, მაგრამ იარაღით რომ ვაჭრობდა პოლკოვნიკი წითელაშვილი, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში იცოდნენ. იყო მასალები სამხედრო პროკურატურაშიც. აღმოჩნდა იარაღის საჭურველის და საბრძოლო მასალების დანაკლისი B11 ბრიგადაში, რომელიც მაშინ დისლოცირებული იყო კოდაში. ტყუიარქვეებზე იყო ლაპარაკი, სხვადასხვა მარკის, ავტომატებზე იყო ლაპარაკი და ერთ საბრძოლო მანქანაც იყო ერთი ცალი დაკარგული ვერ მიაკვლეს. საბრძოლო და ტყუია წამალი, კი. თავარი სამხედრო პროკურორი გიაჯიქია მოწმობს, რომ ამ ბრიგადის უფროსის მოადგილე ტრისტან წითელაშვილი პასუხისგებაში მაინც არ მიუციათ. ანგარიში გაეწია იმას, რომ აფხაზეთში იბრძოდა. მეც ამას გაგებული რაღაცა უთქვიათ, რომ აი ეს იარაღს ვაჭრობს, რაღაცა კი გაყიდა. ხა იარაღს ვაჭრობს, ეშელონებით კი არ ვაჭრობს. მაგრამ ცარგეული შემთხვევები ხა მე მაგალითად ამ გაუსადრის პირობებში თქვა შეიძლება კაცმასაც ეხა ეს მეომარი კაცი იყო იცით ხო ავაზას მეთაური იყო აფხაზეთში იბრძოდა იქით აქედა. მოკლედ წითელაშვილს სამსახურის დატოვება აკმარეს. იარაღით ვაჭრობა კი გაგრძელდა. ამიერიდან რუსულ და ოსურ სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობით. ჩვენი თხოვნით ჩეჩენმა ოფიცერმა იარაღის შესაკვეთად პოლკოვნიკ წითელაშვილს შეხვედრა დაუთქვა, რომელიც ფარული კამერით გადავიღეთ. Хорошо. 7 часов. А что он сказал? Метро Марджини шли 7 часов. Сегодня, да? დათმულ დროს წითელაშვილი არ მოვიდა და ჩვენმა რესპონდენტმა მას ჯიხურიდან მობილურ ტელეფონზე დაურეკა. Алло. Где ты, слушай? გაირკვა, რომ პოლკოვნიკი იქვე, კაფე დელუქსთან იდგა. Ага. Ну давай здесь встретимся тогда. წითელაშვილმა თქვა, რომ უშიშროების სამინისტროდან მოდიოდა, სადაც ის გაუფრთხილებიათ. Зачем? Друг мой, который у меня есть там, помнишь? Да. Военник от он меня звонил. Да. Ровно 10 часов дома. Срочно приезжай ко мне, давай. Пойдем, давай. Он начальник военный контрразведки. И никому не говори, понимаешь? По-братски. Кто мой друг, понимаешь? Кто? Этот. Начальник контрразведки? Да. Никому вообще абсолютно не с Расимом, ни с кем. Смотри сейчас, он что мне говорит. Короче, они сейчас собирали информацию про тебя, понимаешь? Собирали. Про кого? Про меня. Про меня, понимаешь? Как будто я работаю, короче, сейчас на Чечне, короче, и доставку делаю оружие, понимаешь? შეხვედრა კაფეში გაგრძელდა. Пойдем, что-нибудь возьмем, пойдем, посидим, что, ты спешишь куда-нибудь? საუბარი კათხალუდის თანხლებით წარიმართა. წითელაშვილმა თქვა, რომ ის ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა დაასმინა, რომელიც ადრე მისგან ყიდულობდა იარაღს. ახლა კი სხვა მიმწოდებელი უშოვია. Послушай, это снаряд, это точно. И после этого он меня заложил под это, хизри, понимаешь? Что он... Чтобы от них помощь взять, да? Да, я знаю это. А я отказался, ты что, вообще я его не знаю, говорит, туда-сюда, говорит. პოლკოვნიკი დაიმუქრა, რომ ალდამოვს ღალატს არ შეარჩენდა. И чтобы я хочу, чтобы хизри поймать, понимаешь, это хизри поймать. Вы это знаете, почему хочу? Потому что
он мне, знаешь, что он мне мою репутацию, короче, перед государством, короче, и перед вами, короче. Он тебя замешивал везде, короче, да? Да, и вот он, короче, на себя все, короче, и этот самый, ваши акцент на меня, короче, перебросил, понимаешь? И он работает, что вы знали, не только с похищением людей, он на наркотиках работает. მანამდე კი უშიშროებაში გავლენიანმა მეგობარმა წითელაშვილს დამალვა ურჩია. Он мне сказал, давай сейчас иди домой, короче. Ну, твоих близких позови туда, короче, что пока все не зацепляется, да, чтобы, короче, ни с кем, если кто-то позвонит, встреч назначит, короче, если Не ходи на контакт. не ходи нигде, короче, и дома один не сиди, короче. წითელაშვილის შეხვედრაზე მაინც იმიტომ მოვიდა, რომ მას ჩეჩნების ფული ემართა. Один чеченец говорит, если ты с ним такие отношения дружеские имеешь, ты знаешь, что, говорит, ты $14 тысяч, которые он нам должен, говорит, ты должен будешь заплатить. Почему я должен платить, короче, Цителашвили $14 тысяч, которые когда-то он кого-то кинул. А чему взял Цителашвили эту деньги? На оружие взял, на что еще? Сказал, что оружие привезет туда. Потом у другого $7 тысяч взял. პაიკოვმა წითელაშვილს აცნობა, რომ ასპარეზზე იარაღის ალტერნატიული მიმწოდებელი გამოჩნდა. შოთა, რომელიც პოლკოვნიკს შარლატანობაში ამხელდა. Он говорит, я по $500 доставал, стрелял ракеты, а Тристан говорит, вашим продавал, говорит, за 3000. Да почему ничего не было, что КГБ не выжил? Он агент КГБ, да. Он агент КГБ, агент, ему ничего не говорил, он агент КГБ. Не доверяй, ни в коем случае. Не, не доверяю. Что-то уже, короче, 2 раза взяли на доставке оружия, короче, и 2 раза отпустили его. Короче, смотри. წითელაშვილმა განაცხადა, რომ ვალის სანაცვლოდ კომპანია სარაჯიშვილის მფლობელს, ბუბუტეიშვილს მოიტაცებდა. Взамен долга этим людям, которые должны, да, друзья, он говорит, что украдет кого-то в Грузии и рассчитается со своим долгом. Коньяк, который выпускает, как его, вот это Сараджишвили, хозяина этого, кто заведует этим заводом, я не знаю, мне это фамилию не сказал, что Сараджишвили есть, который водку или коньяк выпускает, вот его, говорит, отдам, еще, говорит, они мне должны останутся. Кушу водку, которую имеет, как вы? А с Лексу, что ли? Лексу? Нет, это вот. Ну, кто про кого Лексу говорит? Это Сараджишвили, что ли? О. Да, это зеленый, это зеленый. Они говорят, если не серьезно, говорят, Нет. пусть или, говорит, расходы, говорит, наши вернут, или говорят. Это зеленый. Короче, мы свои делать зеленый, пускай остальные потом они свои делают. Да, я вот, допустим, я не буду присутствовать в этом деле, понимаешь? А? Вот, не, когда они будут брать, да? Тебя не будет там. Да, меня не будет там. А кто будет? Я должен брать. Нет, кто-то должен будет показать, вот, возьмите. А это я покажу, короче, это покажу, все. А буду, вот, знаешь, где-то рядом вставать. Вот так. Хорошо. Рядом буду стоять. Допустим, там если что-то не получится или что-то, короче, там. На подстраховке, да? Да, на подстраховке своим ребятам буду в машине сидеть и... Это он хочет, но чеченцы не подпишутся на это. Зачем им какой-то там... И так сегодня приехал там какой-то Шойгу, Майгу, кто на это пойдет? В сегодняшней ситуации из-за себя, из-за каких-то $14 тысяч создавать проблему всей Грузии. Это там беженцы, все остальные, понимаете? Такой шум поднимать не стоит. საბოლოოდ წითელაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზიდან წამოიღებდა იარაღს, რაც არაერთხელ გაუკეთებია. Из Ცხинвала, короче, разговариваю, как аварийс, тебя в 24 придет, короче, и с ним поезжай, возьми товары, доставай туда банкисы. Из Ცხинвала, короче. Да, из Ცხинвала. Короче, они хотят, короче, патроны хотят. До Тбилиси или до Ахмета надо доставить. До Ахмета, короче, доставим, только другой машина возьмем. ამის შემდეგ წითელაშვილი გამოწყდა, რომ მეგობრებმა გააფრთხილეს პაიკაევთან საქმე არ დაიჭირო, რუსთავი 2-ში იყო მისულიო. Ты хочешь меня испортить, понимаешь? Кто? Ты как будто. Я хочу тебя испортить? Да. Кто это говорит? Ну так мне сказали, ну это сказали, что... როგორც ჩანს, რუსთავი 2-ის ოფისს თვალყურს ადევნებდნენ და წინა დღით პაიკაევის ვიზიტიც არ გამოპარვიათ. Слушай, тогда что завтра делаем? Завтра поедешь? Куда? Туда-сюда. Давай на послезавтра отложим. Завтра машине найдем и на послезавтра отложим. Послушай, тогда здесь говорить не будем, давай уйдем отсюда. Да? Уйдем отсюда.
არც თუ გასაკვირად მანქანაში მჯდარი ჩვენი გადამღები ჯგუფი პოლიციამ დააპატიმრა, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც კაფედან წითელაშვილი გამოვიდა. მეორე დღეს 60 წუთის ოთახს ესროლეს, ხოლო ჩვენი რესპონდენტი გააფრთხილეს. თუ კი შეხვედრა გადაღებულია, ამას არ დავჯერდებითო. ჩვენგან დუმილის პასუხად პოლკოვნიკთან იარაღზე მოლაპარაკება გაგრძელდა და შეხვედრა ერგნეთის ბაზრობაზე დაინიშნა. თუმცა იქ მისულ ბესო კურტანიძეს და მთელ გადამღებ ჯგუფს თავს გორის სამხარეო პოლიცია დაესხა. ისინი იარაღის მუქარით გაჩხრიკეს და ტერიტორია დაატოვებინეს. დამთხოვის გამოსარიცხად პოლკოვნიკმა კიდევ ერთი შეხვედრა დანიშნა. გუშინ წინ ისევ ერგნეთში ოღონდაც ოსების ბაზრობაზე. ვახო კომახიძე და 60 წუთის ოპერატორები ალეკო კვატაშიძე და ბესო ხითარიშვილი ოსურმა პოლიციამ შეიპყრო და სცემა. ისინი საქართველოს უშიშროების სამინისტროს ჩარევით გაათავისუფლეს.